გავაგრძელოთ ძალიან საინტერესო საღამოსთვის ემზადება დღეს ძალიან დიდი შემოქმედებითი ჯგუფი ნატო გელაშვილი, ლიზა ბაგრატიონი, დათო ევგენიძე, 7 კაცსა, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ეს იმ მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დღეს საღამოს 20 საათზე გიო ხუციშვილის ხსოვნისადმი მიწყულ საღამოზე გაერთიანდებიან. კონცერტისთვის ახლა უკვე აქტიური რეპეტიცია მიმდინარეობს, რომელსაც სალომე კახეთელიძე ესწრება და მოდით მისგან მოვისმინოთ და შევიხედოთ ამ პროცესშიც. საქართველო მოგესალმებით, მომეფერი და მოგეფერები. ასე ქვია საღამოს, რომელიც დღეს საღამოს 8 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და იქნება გიო ხუციშვილისადმი მიძღვნილი საღამო და ახლა მე ვესწრები გენერალურ რეპეტიციას. ეს სიმღერა არის აფხაზეთი, რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ და რომელსაც გიო მღეროდა 7 კაცასთან ერთად. ბევრი სიურპრიზი ელოდება მსმენელს, თუ რა იქნება უფრო ვრცლად ამას ახლა გვეტყვის ზუკა ხუციშვილი, ზუკა დილა მშვიდობისა. ძალიან ისე დროს მოხვედით, აი არეულები ვარ, ძალიან ვღელავთ, მაგრამ თავარი ჩემთვის ის არის, რომ ეს ხალხი, აი 7 კაცა ეხლა ამ მომენტში აქ არიან, ძალიან ბევრი ხალხი, გიოს მეგობრები, მუსიკოსები, მომღერლები გვერდში გვიდგანან და რომ გავაკეთოთ ისეთი საღამო, როგორიც გიოს შეეფერებოდა. გიოს მსმენელის მიმართ რა პასუხისგებლობაც ჩვენ გვაქვს დღეს, არის ძალიან სანერვიულო. ნოდორიკო, რას შეასრულებ, რას იხილავს მსმენელი? აი, ერთ სიმღერას ახლა თქვენ ასაც დაესწარეთ, აფხაზეთი 7 კაცასთან, რაც მე ძალიან მიყვარს და როგორც მსმენელი ვიყავი ხოლმე სულა იმ როლში ამ სიმღერის დროს და ახლა ძალიან მიხარია რომ მეც ვიმღერებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან სენტიმენტალური არის ჩემთვის და კიდე ერთ სიმღერას ვიმღერებ ცალკე და რა ვიცი, ბევრი ახლა როგორც ზუკამ თქვა, ხო, ნუ გიოს შემოქმედება ყოველთვის ძალიან საყვარელია და არა როგორც ოჯახის წევრისთვის, ისე რომ უსმენ, ჩემთვისაც ძვირფასია და ვიმღერებთ რა, გიო რასაც აკეთებდა, იმას გავაკეთებთ. ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ 7 კაცა და გიორგი ლომთათიძე იმყოფება ჩემთან 7 კაცას მენეჯერი. კიდევ ერთხელ დილა მშვიდობისა მოგესალმებით. აფხაზეთი შეასრულეთ ახლა თქვენ ჩვენი ტელემაყურებლის წინაშე. როგორ დაიგეგმა ეს სიმღერა მაშინ, როდესაც პირველად თქვენ და გიო შეხვდით ერთმანეთს. აი, როგორ გადაწყდა ეს? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა რომ ვიღებთ 7 კაცა მონაწილეობას გიოსადმი მიძღვნილ საღამოში. გიო მართლაც რომ გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველასადმი კეთილგანწყობილი და მოსიყვარულე და ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მიახლოებით 25 წლის წინ. ჩვენ მაშინ ახალი დაწყებული ქონდა სიმღერა. გიოს სამეგობრო და მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული მეგობარი მამა ილია ნასიძე, რომელიც შემდგომში უკვე ჩვენი მოძღვარი გახდა და დღესაც არის. ასევე კიდე გიოს ბავშვობის მეგობრები, გია კობახიძე, დათო გომართელი, მერაბ თევზაძე, გია გორდეზიანი, კაკი რამიშვილი აღმოჩნდით ერთად სუფრაზე, აი როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ახალი სიმღერა ახალი დაწყებული ქონდა და აი ესე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და იმ დღეს როგორც დაიწყო აი ესე გააგრძელდა, აღარ ფაქტურად ჩვენ წყვეტა ურთიერთობაში, ყოველდღიურად თითქმის კონტაქტში ვიყავით, მე უკვე შემოქმედებითი ურთიერთობები მოყვა ამ მეგობრობას და ჩავწერეთ არაერთი სიმღერა, არაერთი დუეტი, განსაკუთრებული და აღსანიშნავია, რომ გიომ ასევე მონაწილეობა მიიღო 7 კაცას 15 წლისადმი მიძღვნილ იუბილეში და მოგეთ თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა და მეგობრობა ქონდა და გიო ნამდვილად გამორჩეული ადამიანი იყო. თელს ქვეყანას უყვარდა გიო ხუციშვილი. თავისი ყველანაირი იმ ყველანაირი ურთიერთობით და იმ სიყვარულით, რაც გიოს გააჩნდა. ეს გამოარჩევდა გიოს, რომ განსაკუთრებული სიყვარული ქონდა გიოს ყველას მიმართ. დიდი მადლობა და ზუკა ჩვენს გვერდით კვლავ აღმოჩნდა, ვფიქრობ რომ რაღაც აქვს სათქმელი. არა, არაფერი, უბრალოდ მადლობა მინდა გადავხადო კიდევ ერთხელ იმ ხალხს, ვინც მართლა რაღაცნაირად სასწაულ კონცერტს ჩაატარებენ. გიოს მეგობრების კონცერტი არის ეს, უბრალოდ იმ ზეიმია იმ ცხოვრების, რაც გაიარა. მართლა რაღაცნაირი სწორი ცხოვრება გაიარა. მაგრამ მოკლედ იმასაც კითხავ, როდის გადაწყდა
ამ ყველაფრის გაკეთება, რომ ასეთი მასშტაბური კონცერტი გაგეკეთებინათ და რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება კონცერტი, ესეც უთხრათ ჩვენს მოყვარულებს. ცოტა დრო არ გავიდა გიოს წასვლის შემდეგ, ამიტომ რაღაცნაირად ძალიან რთული იყო ყოველთვის, მაგრამ რაღაცა დადგა დღე, რომ გიოს შემოქმედება უნდა კიდევ ერთხელ რაღაცა აღვნიშნოთ, გავიხსენოთ. არავის არ დავიწყებია დღემდე ყოველ მღერის, მაგრამ რაღაცნაირად გვინდა რომ ის სილამაზე რაც იყო ის თბილისური საღამო, რომელიც სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ ცოტა აკლია უკვე ამ ქალაქს და რაღაცა ის სხვა დრო არის, იცვლება დრო, რა თქმა უნდა წინ მივდივართ, მაგრამ აი ეს ძველი თბილი ურთიერთობები და ის საღამოები თბილისური რაც იყო, მინდა რომ ერთხელაც ჩავატაროთ. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. პირველ რიგში იმისთვის, რომ გამონახე დრო, როდესაც აი ასეთი დაკავებული ხარ, ასეთი ემოციურია შენთვის ის ყველაფერი და ეს სამზადისი და მაინც გადაწყვეტა, რომ ჩვენს ტელემაყურებელს შეხვედროდი პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში 8 საათზე დაესწროთ საღამოს სახელწოდებით მომეფერე და მოგეფერები. მე ახლა დაგემშვიდობებით და დაგიტოვებთ გიო ხუციშვილის უკდავ სიმღერას სხვა ღელავს. ცადოთ. ზეფერს სვლის ნახე როგორია დღესა და ისმის შუმინა ბიჭების ხმა მე ვიცი რომ ოქროს ფერნაპირთან შენ მიცდი მე ვიცი ახლა დროა აღარ დავემალო ჩემს თავს ადროა ყველაფერი აგიხსნა მე მოვა იმ ოქროს ფერნაპირთან მე მოვა მე მოვა სვანელა ზეკიმის ოგებში ყავსათ ასპერა სიყვარულის კარმა და უპერა სვანელა ახლა სულეთია შერა აი ესე მომეფერე და მოგეფერები, აი ესეთი სახელწოდებიცა. ძალიან კარგია ეს სიმღერები. კიდევ ერთხელ გავაგზავნებთ კონცერტზე მოკლედ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გავაგზავნოთ დანარჩენი კონცერტზე. კი ბატონო, დანარჩენი გაგრძელდება კონცერტზე დღეს 8 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ჩვენ კი დავასრულეთ. ჩვენ დავასრულეთ და დანარჩენი გაგრძელდება ბიზნესში რუსთავი 2-ზე.